ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია ყვაშლავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. თამ გადაცემის წამყვანი და ავტორი. ჩვენ წინა გადაცემებში საუბრობდით ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელიც 4000 წელს ითვლის. მეცნიერება 2500 წელი, სარწმუნოება 2000 წელი დაახლოებით. და ფაზის აკადემია მუზათა ტაძარი 1900 წელი. ჩვენ გამოვედით იქიდან რომ ძველი წეთაღრიცხვის მე-5 ათასლეულში ან ცოტა ადრეც 7000 წლის წინ ან 8500 წლის წინ ყალიბდება ჩვენი წინა ქართველური სისტემა, ანუ ქართველური ენებზე მოსაუბრე საზოგადოება, რომ ვთქვათ ასე, და ჩვენ დაახლოებით ავიღეთ 7000 წელი ქართული მოსახლეობის ტრანსფორმაციის შესახებ. ჩვენ დავიწყეთ წინა გადაცემაში საუბარი პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღწერი დინამიური სისტემების კვლევა, მათემატიკური მოდელირების თვალსაზრისით იყო ეს წარმოდგენილი, რომელიც დამუშავებულია და პროფესორ თემურ ჩილაჩევას, ასოცირებული პროფესორ გიორგ ფოჩხვას და ჩემიერ და აი ამ საკითხებზე საუბრობდით ჩვენ წინა გადაცემებში და დღეს გავაგრძელებთ იმას, რომ როგორ ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკა, ჩვენ ეს წინა გადაცემაში ჰქონდა, მაგრამ მე-16, მე-17 საუკუნეებში უკვე როგორ იწყება გამოყენებითი მათემატიკის განვითარება და მის საფუძველზე წმინდა მათემატიკის ჩამოყალიბება. ჩვენ შევჩერდით წინა გადაცემაში კუბური განტოლების ამოხსნის შესახებ პირველად 1539 წლის 25 მარტს იტალიელმა მათემატიკოსმა ნიკოლო ტარტალიამ კუბური განტოლება გარდაქმნით დაიყვანა არასრულ კუბურ განტოლებამდე და მისი ამოხსნის მეთოდი და ფორმულა, როგორც ვთქვით, ლექსის სახით იტალიურად ჩაწერა. ყოველ შემთხვევაში კუბურ განტოლებებზე სხვადასხვა ეპოქის მათემატიკოსები მუშაობდნენ და ჩამოთვლით ეს მნიშვნელოვანი მეცნიერები იყვნენ, მათ შორის იყვნენ ძველი ბერძნები ჰიპოკრატე, ჰიოსელი, მენემხმუსი, არქიმედე და დიოფანტე, ჩინელები ლიუ ჰუიუ და ვანგ საიოტონგი, სპარსელები ალბირუნი, ომარ ხაიამი და შარაფ ალდინ ალტუსი, იტალიელები ლუკა პაჩიოლი, შიპონე დელ ფერო, ანტონიო მარია ფიორე, ჯიროლამო კარდანო, ლოდოვიკო ფერარი და რაფაელ ბომბელი. ფრანგი ფრანსუა ვიეტა და სხვა გამორჩეულები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ გავიხსენოთ, რომ ფერომ პირველად როგორც ჩანს კუბური განტოლება ამოხსნა, შემდეგში ანტონიო მარია ფიოროსაც ჰქონდა ეს მოსაზრება და ყოველ შემთხვევაში მსჯელობის პროცესში ტარტალიას ეს სამოცანა კიდევ დაახვეწა და ეს ყველაფერი შემდეგ ჩაწერა ჯიროლამო კარდანომ შეუთანხმებლად ტარტალიასთან შეუთანხმებლად და ეს ძალიან დიდი პოლემიკის ჩივილის და თელი დაძაბული სიტუაცია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით. კარდანომ თავის წიგნში ნამდვილად ახსენა, მე ორიგინალი ამოვიღე ძველი დაწერილი დოკუმენტები, რომელიც თავად ვნახე ევროპის მუზეუმში. კარდანო წერს ორ ადგილას, რომ ეს ამოხსნა კუბური განტოლებისა ჩვენ გვითხრა ტარტალიამ, თუმცა მაინც ტარტალიას ჰქონდა ნათქვამი კარდანოსთვის, რომ არ უნდა გაემხილა ეს საიდუმლო. რა თქმა უნდა, ტარტალიამ კარდანოს თლიანად არ აუხსნა და როგორც ვთქვით, ეს ამოხსნის ეს მეთოდი მან იტალიურ ენაზე ჩაწერა ლექსის სახით და ეს ჩვენ მოგვაქვს ჩვენს სამეცნიერო ნაშრომში წარმოდგენილია. ეს არის პირველი პროცესი გამოყენებითი მათემატიკის სრულყოფილად ჩამოყალიბება, თუმცა ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრებთ, რომ ბაბილონში, შუამდინარეთში
და ასევე ეგვიპტეში გამოყენებითი მათემატიკა უკვე მყარად არის განვითარებული. 1627 წელს ფრანგმა იურისტმა და მათემატიკოსმა ფლორიმონ დე ბონმა პირველად დასვა შებრუნებული ტანგენსის ამოცანა კალკულუსში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ეს თეორია, რომელიც როგორც ვთქვით, პროფესორ თემურ ჩილაჩავა, ასოცირებული პროფესორი გიორგი პოჩხვა და ჩემი ერთად ნამუშევარი პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღწერის დინამიკის სისტემების კვლევა, სწორედ ჩვენ წარმოგიდგენთ რა საფუძველზე დგას, ანუ მას რა ისტორიული პროცესი შეიძლება დავინახოთ ამ კვლევის თვალსაზრისით და რა შედეგებზე გავიდა ეს ნაშრომი, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაშრომს, იმიტომ რომ მთელი პროცესი სწორედ ეს დემოგრაფიული პროცესების აღწერას ეძღვნება და სწორედ დემოგრაფიული პროცესების აღწერის გამო ევროპაში გამოყენებითი მათემატიკიდან როგორ ყალიბდება წმინდა მათემატიკა, ეს მინდა გაჩვენოთ, წმინდა მათემატიკა ქვია თეორიული მათემატიკა და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ გამოყენებითი მათემატიკა უკვე დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 5000 წელი უკვე კაცობრიობას უკვე გავლილი აქვს, ანუ გამოყენებითი თვალსაზრისით აქვს მათემატიკური კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა, მაგრამ შემდეგში როგორც ჩვენ თქვით, დაიწყო ეგვიპტის შემდეგ საბერძნეთში თალეს მილეთელმა დაიწყო მათემატიკის განზოგადოება, ანუ თეორიული ნაწილის ჩამოყალიბება, პითაგორა, შემდეგში ძალიან ევკლიდეს გეომეტრია ვიცით და ეს ძალიან დიდი პროცესია, ახლა ამას მთლიანად არ მოყვებით, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში 1626 წელს პირველად ფრანგმა იურისტმა წარმოიდგინეთ, იურისტი რამდენად მცოდნეა, რომ მათემატიკაში რიგ საკითხებს დაასვამს, მან ეს საკითხი მაშინ წამოაყენა, როდესაც მისმა თანამოქალაქემ რენე დეკარტი, ცნობილი მათემატიკოსი ფრანგი, ნაშრომი წაიკითხა გეომეტრია. და სწორედ ამ ნაშრომის შესახებ მოკლე შენიშვნა დაწერა, ეს ამ ნაშრომზე დეკარტეს შესახებ, დეკარტეს ნაშრომი, რომელიც არის გეომეტრიაზე, მის შესახებ დაწერილი რეცენზია, მე თავად მაქვს ნანახი, ეს დოკუმენტებიც გვაქვს და იქვე დასვა მექანიკასთან დაკავშირებული ამოცანა. ეს მოდელი არის პირველი არაცმივი დიფერენციალური განტოლების სახით წარმოდგენილი, სადაც მათემატიკურად ეს ჩამოწერილია, ზუსტად ეხლა დღეს ჩვენ ამას უბრალოდ გასაგებენაზე ვყვებით. 1629 წლის 20 თებერვალს დეკარტემ ეს პრობლემა უფრო განაზოგადა, რაც ჩამოაყალიბა ცნობილმა მათემატიკოსმა ბონმა განაზოგადა 1670-1671 წლებში დაახლოებით ზამთრის პერიოდში ინგლისელმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა ცნობილმა ისააკ ნიუტონმა თავის წიგნში წარმოადგინა უფრო ფართოდ ფუნქციების წარმოებულისა და უსასრულო მიმდევრობის მეთოდში, ესეთი წიგნი არის, დებონის ტიპის მათემატიკური მოდელი განიხილა, მან ყურადღება გამახვილა მათემატიკური ანალიზის მეთოდებზე და განსაკუთრებით კალკულუსის ფორმალიზებამდე არსებულ მიდგომებზე, რომლებიც შებრუნებული ტანგენსის პრობლემას უკავშირდებოდა. 1673-1694 წლებში ლაიბნიცი, ცნობილი გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, საერთოდ იცით, ზოგადად მრავდენიმე სხვადასხვა პროფესია ჰქონდა ლაიბნიცს, არაერთხელ შეეხო ის დებონის პრობლემას და ნიუტონთან, ბერნულებთან და სხვებთან პირადი მიმოწერებში აღნიშნავდა ამას. ესე იგი, ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ როგორ იწყება მათემატიკა, როგორ იწყებს თეორიული მათემატიკის ჩამოყალიბება, როგორ იწყება ნიუტონთან, ლაიბნიცის და აი ამ ყოველ შემთხვევაში ბერნულები ცნობილი მათემატიკოსების ოჯახია და ეს ყოველ შემთხვევაში ფიზიკის ამოცანა, რომელიც დასვა ნიუტონმა მათემატიკურად უნდა გადაწყვიტოს. ესე იგი, მოდელი იქნება ფიზიკური, ესე იგი, მოძრაობების, ანუ
დიდი რაღაც ნივთების გადაადგილების შესახებ მათემატიკური მოდელი იქმნება. 1694 წლის 27 ნოემბერს ნიუტონმა წერილი გაუგზავნა ფრანგ მათემატიკოს მარკიზ გიომ ლოპიტალს, სადაც დებონის პრობლემის საფუძველზე პირველმა წარმოადგინა წრფივი დიფერენციალური განტოლება. ანუ იქვე ჩაწერა დიფერენციალური განტოლება, ესე იგი წარმოებული, ჩვენ ეს შეიძლება სკოლაში გვაქვს გავლილი, ანუ dx-ი dy შეფარდებული dx-თან ასეთი ჩანაწერით გინახავთ და აი ეს პირველად დიფერენციალური განტოლება, რომელიც წრფივი დაწერა, მისი კერძო ამონახსნით იქვე მიუთითა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, 1694 წელს ხდება ეს. მისმა კვლევამ, რომელიც იმ პერიოდის მათემატიკური საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ სრულიად უცნობი იყო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კალკულუსის ფორმალიზაციისა და განვითარების პროცესში. ასევე მისი ინტეგრირებაში მექანიკისა და მათემატიკური ანალიზის სხვა მიმართულებებთან. ესე იგი, აქ ხედავთ ნიუტონი მნიშვნელოვნად არის მათემატიკის საფუძვლებში ღრმად ჩაძიებული და აყალიბებს ამ პირველ სისტემას, მათემატიკურ ჩანაწერების სისტემას, რომელიც მათემატიკური სიმბოლური ფორმულებით ხდება, ეს სიმბოლიზაცია, სიმბოლური ჩანაწერები, ნიუტონის გარდა ბერნული და როგორც ვთქვით, ლაიბნიცი და აქვე ჩართულია უკვე ლოპიტალიც. ეს აღმოჩენა საფუძვლად დაედო დიფერენციალური განტოლებების თეორიის შემდგომ განვითარებას, რაც მე-19 საუკუნეებში მეტად განმტკიცდა და ფართოდ გამოიყენებოდა ფიზიკაში, ასტრონომიაში, საინჟინრო მეცნიერებებში, ბიოლოგიასა და ქიმიაში. ესე იგი, გამოყენებითი მათემატიკა უკვე მე-17 საუკუნეში, ანუ 1694 წელს უკვე ჩამოყალიბებული საძირკველი არის წრფივი დიფერენციალური განტოლებისა. და მისი გამოყენებას იწყებს ნიუტონი ფიზიკაში, ასტრონომიაში, საინჟინრო მეცნიერებებში, სხვა კვლევრები და ყოველ შემთხვევაში მოგვიანებით იწყება ბიოლოგიასა და ქიმიაში. ესე იგი, რიგი პროცესები, ესე იგი ფიზიკური, ბიოლოგიური პროცესები აღიწერება მათემატიკური მოდელების საშუალებით. მათემატიკური განტოლებების ამოხსნის შედეგად ჩვენ პროცესის შესახებ წარმოდგენა გვექნება. 1692-1693 წლებში შვეიცარიელმა მათემატიკოსმა იოჰან პირველმა ბერნულმა დაბეჭდა შრომები, სადაც აღნიშნავდა დებონის პრობლემის გადაჭრას. 1692-1693 წლებში იოჰან პირველის ძმამ იაკობ პირველმა ბერნულმა განიხილა რამდენიმე სახის დიფერენციალური განტოლება, სადაც კოეფიციენტები მუდმივები იყო. 1697 წლის 27 იანვარს მან ლაიბნიცს წერილი მიწერა. ეს ყოველ შემთხვევაში ეს მასალები, ჩვენ რასაც ახლა ვლაპარაკობთ, ყველა მასალა ორიგინალი ჩვენ გვაქვთ ხელთ და დამუშავებული, აი სწორედ პირველად გიამბობთ ამაზე, საერთოდ ეს პირველია ქართულ სამეცნიერო წრეში ამ ისტორიის გადმოცემა, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პროცესების ასახწერად და ეს თეორია, რომელიც ჩვენი სამი პელაზგური ჯგუფის მიერ, ჯგუფში შემავალი სამი მეცნიერის მიერ შეიქმნა, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, ეს პროცესი უშუალოდ დაკავშირებულია გამოყენებითი მათემატიკიდან, როგორ ყალიბდება წმინდა მათემატიკა. და როგორც ვთქვით, 1697 წლის 27 იანვარს, ესე იგი, იაკობ პირველ ბერნულმა ლაიბნიცს მისწერა, რომ ასეთი ცნობილი მეცნიერი იყო იტალიელი რიკატი და მისი განტოლება ვერ ამოხსენიო. ამავე განტოლებას იკვლევდა იოჰანე პირველი ბერნულიც. 1695 წლის დეკემბერს იაკობ პირველ ბერნულმა დებონის პრობლემა განაზოგა და წარმოადგინა როგორც დიფერენციალური განტოლება.
აი ეს განტოლება დღეს ცნობილია მათემატიკოსებისთვის ბერნულის დიფერენციალური განტოლება. ეს იოჰან პირველ ბერნულმა წარმოადგინა. საერთოდ ბერნულის ოჯახი ძალიან ბევრი, ძირითადად 3-ია ცნობილი, ყოველ შემთხვევაში შეიძლება კიდევ 2 დავამატოთ, ძალიან დიდი მეცნიერები, პროდუქტიული მეცნიერები გახდნენ ესენი მე-17 საუკუნეში. 1697 წელს იოჰანე პირველ ბერნულმა გარდაქმნით ბერნულის განტოლება მან დაიყვანა ეს საოცარია, როცა ორიგინალში ხედავთ ამ ყველას და წვივ დიფერენციალურ განტოლებამდე დაიყვანა ამ გარდაქმნას პროცესში ის ამონახსნით წარმოადგინა და ამას როცა ორიგინალს ხედავ ძალიან გასაკვირი კი არა ის არამედ სასიხარულოა რომ აი ესეთ მასალებს ეხებით თვალით და ყოველ შემთხვევაში ადევნებთ თვალს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს ძველი წიგნები რომელიც გამოცემულია ევროპაში ეს ყველა ნანახი გვაქვს და გვაქვს ჩვენს პირად არქივში. სწორედ ამ მეთოდს, ამ გარდაქმნას შემდეგ ეწოდა ლაიბნიც-ბერნულის მეთოდი, იმიტომ ლაიბნიცსაც ჰქონდა დიდი წვლილი დამოუკიდებლად გაკეთებული ბერნულის განტოლების ამოხსნის ძირითადი მეთოდის დადგენაში. 1699 წელს ლაიბნიცმა პირველად დაამკვიდრა ტერმინის სიტყვა მოდელი ბერნულის განტოლების შესწავლის დროს 1703 წლის 3 ოქტომბერს იაკობ პირველ ბერნულმა ლაიბნიცთან გაგზავნილ წერილში აღნიშნა რომ რიკატის კერძო განტოლება ამოხსნა. ეს დიდი მიღწევა იყო მაშინ 1712 წელს იტალიელმა მათემატიკოსმა გრაფ იაკობო ფრანჩესკო რიკატიმ აი ეს ცნობილი ადამიანი მუშაობდა სწორედ მექანიკასთან დაკავშირებულ მოდელებზე, კერძო ციკლოიდური ქანქარის განსაზღვრის პრობლემებზე და 1718 წლის 16 აპრილს რიკატიმ წერილი მისწერა ჯოვანო დე პოლენის და ამ მექანიკის ამოცანებზე დაყრდნობით წარმოადგინა ახალი განტოლება, ახალი დიფერენციალური განტოლება. შემდგომ წლებში რიკატი ცდილობდა სხვა დიფერენციალური განტოლებების ამოხსნას და ზოგადად ამ განტოლებას რიკატის ზოგადი განტოლება ეწოდა. 1724 წელს რიკატიმ განიხილა ერთ-ერთი კერძო განტოლება და სადაც მუდმივები არის კოეფიციენტები, ამ განტოლების ამოხსნაზე მუშაობდნენ მაშინდელი სოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ბერნულების ოჯახი, იოჰან პირველ ბერნულის ვაჟიშვილები, ნიკოლა პირველი ბერნული, ნიკოლა მეორე ბერნული და დანიელ პირველი ბერნულები. აი ეს შეიძლება ვთქვათ, ესე იგი მთელი პროცესია, როგორ არის ჩართულები ეს დიდი ადამიანები მათემატიკის ახალი კადრის მშენებლობის პროცესში. 1724 წელს დანიელ პირველი ბერნული, რომელიც მედიცინის დოქტორი გახდათ, ის მუშაობდა ასევე ფიზიკაში და ფიზიკის პროფესორიც იყო, იკვლევდა რიკატის კერძო განტოლებას, მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი პარამეტრი ნული სტოლი იყო. განტოლება განცალკავებული ცვლადების განცალკავების მეთოდით მან ამოხსნა და ეს ამონახსნი წარმოადგინა. დანიელ პირველმა დაადგინა, რომ ეს განტოლება ამოხსნადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რიკატის ზოგადი განტოლება დღესაც ამოხსნელია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძირითადი დიდი პრობლემა დიფერენციალურ განტოლებებში რიკატის ზოგადი განტოლების ზოგადი ამოხსნა არ ხდება. ვერ ვახერხებთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ დანიელ პირველმა დაადგინა, რომ რიკატის ზოგადი განტოლება ამოხსნადია ელემენტარულ ფუნქციებში, მხოლოდ გარკვეული კონკრეტული მნიშვნელობებისთვის, აი კოეფიციენტებს, როცა კონკრეტული ფუნქციების მნიშვნელობა აქვს, კონკრეტული ფუნქციებია. იმ შემთხვევაში, როდესაც ამონახსნი ესე იგი, როცა ბესელის ფუნქციებით, ცილინდრული ფუნქციებით იწერებოდა, პირველმა დანიელ ბერნულმა მიაგნო. თუმცა ეს ფაქტი 100 წლის შემდეგ გერმანელი ასტრონომის ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელის კვლევებში გახდა ფართოდ ცნობილი.
აი რაც ეს გააკეთა დანიელ პირველმა მაშინ მათემატიკურმა საზოგადოებამ ვერ შეამჩნია ნუ ყოველ შემთხვევაში ის რაც გამოაქვეყნა დანიელ პირველმა ყველამ ვერ წაიკითხა მაგ პერიოდებში და შემდეგში 100 წელი რომ გავიდა ასტრონომი როგორც თქვით ბესელმა პირველად ეს გამოსახა და ამიტომ რადგანაც ეს სამონახსნი ამ განტოლებისა იმ მომენტში რომელშიც იხსნება იმ მომენტისთვის მიღებული განტოლების ამონახს ეწოდა ბესელის ფუნქცია ეს რადგანაც ბესელმა თვითონ მიაგნო ამას 1728 წლის სექტემბერში დანიელ პირველ ბერნულმა შემდეგ დაიწყო გამოკვლევა ფიბონაჩის განტოლების ამოხსნისა 1760 წლის 16 აპრილს მან ევროპის მოსახლეობაში ხო სწორედ ეს ფიბონაჩის განტოლება ცნობილია ჩვენ წინა საუბრობდით ბოცვერების გამრავლებასთან დაკავშირებით სხვადასხვიანი განტოლება არის და აი ამაზე ამ რიგი სხვა მოცანების განზოგადების შედეგად მაგალითად წვივი დიფერენციალური განტოლების ბერნულის განტოლების განზოგადების შედეგად 1760 წლის 16 აპრილს დანიელ პირველმა ბერნულმა ევროპის მოსახლეობაში ყვავილის გავრცელების დინამიკის შეფასებაზე წარმოადგინა მათემატიკური ეპიდემიოლოგიის მოდელი. აი ამიტომ მაქვს მნიშვნელობა რომ ჩვენ პროგნოზი გავაკეთოთ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად მედიცინაში ან მექანიკაშია, ან ზოგადად სოციოლოგიურ პროცესების ასახწერად. აი სწორედ 1760 წელს აი წარმოადგინა დანიელ პირველმა პირველი მათემატიკური ეპიდემიოლოგიის მოდელი, რომელიც იყო წვივი დიფერენციალური განტოლების კონკრეტული შემთხვევა, ამ მოდელის გამოყენების შესაძლებელი გახდა, ესე გამოყენებით მათემატიკას რა შეუძლია, ესე იგი ამოხსნის შედეგად გვაძლევს კონკრეტულ ინფორმაციას, ანუ ეს მოდელი რას გვაძლევს? გამოყენებით შესაძლებელი გახდა ყვავილის პროგრესირების განჭრედა გრძნობიარე ბავშვებში, რომლებსაც ეს შეხვდებოდა და რა პროცესი განვითარდებოდა, ყოველ შემთხვევაში რამდენს გადაედებოდა ეს აღწერადია. ეს მოდელი, როგორც თქვით, 1760 წლის 16 აპრილს გააკეთა, შემდეგში 12 ნოემბერს ჟან დალამბერმა გააკრიტიკა და ცნობილი მათემატიკოსი იყო ჟან დალამბერი და ალტერნატიული მეთოდით შეიმუშავა. უფრო ადრე 1693 წლის 31 იანვარს ინგლისელმა ასტრონომმა ედმონდ ჰალეს კომეტა თუ გაგვიგია, სწორედ ჰალემ გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის ხილი წარმოადგინა. ანუ მან წარმოადგინა რა პროცესები მიმდინარეობს, ანუ რამდენი მოსალოდნელია გარდაცვლილობის რიცხვი და ეს აღწერა ცხრილი აქვს მას წარმოდგენს სხვათა შორის ეს ძალიან შტამბეშტავია, როცა გავეცანით ორიგინალს. რის საფუძველზე გამოიკვლია ჰალემ. ეს ხილი მან შექმნა 1687-1691 წლებში ბრესლაუს ქალაქში, ეს პოლონეთია, დაბადებულთა და გარდაცვლილთა ჩანაწერების წიგნი არსებობდა, ანუ საეკლესიო პირს სრულად ჰქონდა აღწერილი ეს წარმოდგენილი რა ასაკში რა ადამიანები როგორ გარდაიცვალნენ, ჩანაწერი ამ ჩანაწერის საფუძველზე შექმნა მან ცხრილი. მასში მოცემულია შობადობა და სიკვდილიანობის ანალიზი და მოსახლეობის ყოფობის პერიოდი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. აი ეს არის დემოგრაფიული პროცესების აღწერისთვის აუცილებელი. იგი ასევე განიხილავს მოსახლეობის ზრდის შეზღუდვას. 1758 წელს შვეიცარიელმა მათემატიკოსმა ლეოლანდო ეილერმა დაწერა ტრაქტატი მოსახლეობის დინამიკის შესახებ, რომელიც მოსახლეობის გეომეტრიული ექსპონენციალური ზრდის სახითაა ცნობილი. ამას ჩვენ გავაგრძელებთ შემდეგში ეკონომიკაში აქვს ამ მოდელს გამოყენება და ვილაპარაკებ ამაზე რამდენიმე წამის შემდეგ. 1760 წელს ეილერმა რიკატის სპეციალურ დიფერენციალურ განტოლებას სახელი მან პირველად მიანიჭა, მან ასევე წარმოადგინა რიკატის ზოგადი დიფერენციალური განტოლება
ჩაწერის სახით მათემატიკურად, სადაც კოეფიციენტები ნებისმიერი ფუნქციებია. ამ განტოლებას ზოგჯერ ეილერის დიფერენციალურ განტოლებასაც უწოდებენ, თუმცა ეს არის ზოგადად ცნობილი რიკატის ზოგადი დიფერენციალურ განტოლება. საზოგადოდ ნებისმიერი კოეფიციენტებისთვის ამ განტოლების როგორც ვთქვით, ზოგადი ამონახსნი არ მოიძებნება კვადრატურებში. ეილერმა აჩვენა თუ ერთი კერძო ამონახსნი ცნობილია ამ ზოგადი რიკატის ზოგადი დიფერენციალურ განტოლებისა, ამონახსნი ერთი თუ კერძო არსებობს, მაშინ ზოგადი ამონახსნი გარკვეული ფორმით ჩაიწერება და ეს ჩანაწერი წარმოადგინა ეილერმა თავის ნაშრომში 1760 წელს. სადაც დამატებითი ფუნქცია, ყოველ შემთხვევაში ეს ამოხსნის ამხელს ეილერის მეთოდი ეწოდა. როგორც ირკვევა 1763 წელს დალამბერიც იხილავდა რიკატის კერძო განტოლების ამოხსნას და ამაზე ჟოზეფ ლიუ დე ლანგრაშისადმი გაგზავნილ წერილში ახსენებდა ეს წერილი ჩვენც დამუშავებული გვაქვს. ლანგრაშმა კი 1776 წლის 18 ივლისს რიკატის კერძო განტოლების ზოგადი ამონახსნი წარმოადგინა. ახლა ეს რაშია საჭირო პირველ რიგში ეკონომიკური პროცესების, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დროს აუცილებელია და პირველად დაიწყო ბრიტანელმა ეკონომისტმა და დემოგრაფმა თომას რობერტ მალთუსამ განიხილა სწორედ ერთგვაროვანი განტოლება კონკრეტული შემთხვევისას, მოსახლეობის გეომეტრიული ზრდის მოდელი არის ცნობილი, ლოგისტიკური კიდევ სხვა ასეთი ფორმითაც იგივე მოდელია ეს. მალთუსის მათემატიკური მოდელი აღწერს მოსახლეობის ზრდის პროცესს და ცხადყოფს, რომ თეორიულად დედამიწის მოსახლეობა მისი მოსაზრებით უსასრულოდ უნდა გაზრდილიყო. თუმცა ეს პროგნოზი არ რეალისტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ განტოლებას აკლდა სხვა კოეფიციენტები, უბრალოდ სხვა წევრები, რომელიც ადამიანების, ანუ მოსახლეობის რიცხობრივ ზრდას აფერხებს, ანუ ზღუდავს. ამიტომ რადგანაც ეს იყო მარტო ერთწევრიანი dy dx უდრის alpha x y, აი ესეთი სახის განტოლება, დიფერენციალური განტოლება, მაშინ ამის ამონახსნი, როგორც მათემატიკოსების ცნობილია, რა თქმა უნდა, ის უსასრულოდ იზრდება. რადგან მოდელი არ ითვალისწინებს, როგორც ვთქვით, მრავალ ფაქტორს, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობა, სადაც მრავლდება რაღაც პროცესის შემდეგ, იქ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად საკვები შეზღუდვა, სამედიცინო შეზღუდვა, ანუ შიგნით შეიძლება გავრცელდეს ეპიდემია და ასე შემდეგ. ამის გარდა კიდევ არ არის გათვალისწინებული გარე ფაქტორები, ან მაგალითად მეზობელი სხვა ტოლმების თან ომები და ასე შემდეგ, რომელიც ამცირებს მოსახლეობის რაოდენობას. როგორც ვთქვით, რესურსების ამოწურვა, ეკოლოგიური კრიზისები, სოციალურ-ეკონომიკური შეზღუდვები, მიუხედავად ამისა, მალთუსას ეს კვლევა ეფექტურად აღწერს ბაქტერიების კოლონიებში პოპულაციურ დინამიკის საწყის ეტაპს, აი ეს ბიოლოგიაში. უკვე გამოყენება აქვს, სადაც სწრაფი გამრავლება ძალიან მოკლე დროში გრძელდება, სანამ საკვების რესურსები არ ამოიწურვა. აი ამ შემთხვევაში ეს მოდელი მუშაობს და საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი იდება. და ეს ბიოლოგიაში მსგავსი პროცესები აღწერილია ამ განტოლებებით. რიკატის განტოლების ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევა, სადაც კოეფიციენტები მუდმივებია, ბელგიელმა მათემატიკოსმა დემოგრაფმა პიერ ფრანსუა ფელჰუსტმა 1838 წელს, 1845 და 1857 წლებში თავის შრომებში წარმოადგინა და რა წარმოადგინა საფრანგეთის, ბელგიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის აღწერი მოდელი. მისი ხელმძღვანელი გახდა ადოლფ კეტელე და მან ეს მოდელი შეიმუშავა მალთუსის, როგორც ვთქვით, მალთუსის ცნობილი მოდელი, წიგნი და მის ნაშრომში ეს აღწერილია, მალთუსის წიგნის საკითხვის შემდეგ. ფერჰუსტმა ამონახსნი, რომელიც წარმოადგინა, ამოხსნას უწოდა ლოგისტიკური მოდელი, მრუდი, ხოლო ერთ-ერთ რიცხვს მოსახლეობის დის ზედაზღვარი. ყოველ შემთხვევაში ლოგისტიკა ან ლოგისტიკური მოდელი, ეს უკვე
ეკონომისტებმა კარგად იციან და საერთოდ საჭიროა ეს არ მარტო ეკონომიკაში, არამედ სხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად გამოიყენება. 1911 წლის 13 მარტს შოტლანდიელმა ექიმ ეპიდემიოლოგმა ანდერსონ მაკენდრიკმა მიკროორგანიზმების გამრავლების სიჩქარის ექსპერიმენტული შესწავლისას ხელახლა აღმოაჩინა ფერჰიუსტის დიფერენციალური განტოლება, ანუ ლოგისტიკური ზრდის განტოლება. ყოველ შემთხვევაში ეს როცა მეცნიერები როცა სხვა მკვლევრის ნაშრომებს როცა დრო გადის და ვერ ხედავს, ნუ ყოველ შემთხვევაში 1938 წელს დაწერა ფერჰიუსტმა, მაგრამ 1911 წელს თავიდან იქნა აღმოჩენილი ეს მოდელი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს განტოლება და ამ განტოლების მიხედვით ეს პროცესი აღიწერა. 1920 წლის 15 ივნისს ამერიკელმა ბიოლოგმა და დემოგრაფმა რაიმონდ პერმა და ბიოსტატისტიკოსმა ლოუელ რიდმა ფერჰიუსტის მოდელი გამოიყენეს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ზრდის სიჩქარის აღსაწერად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება საქართველოში ახლა ნამდვილად დემოგრაფიული მონაცემები რომ წარმოვადგინოთ. მოგვიანებით ამ განტოლებას ფერჰიუსტ პერლის დიფერენციალური განტოლება ეწოდა. ეს მოდელი აღწერს მოსახლეობის ევოლუციას შეზღუდული საკვების პირობებში. ანუ დაემატა, ესე იგი რომ წარმოვიდგინეთ მალთუსის მოდელს, დაემატა კიდევ ახალი წევრი და შემდეგ თუ კიდე დაემატება მესამე წევრი, ეს უკვე რიკარდის ზოგადი განტოლება არის და ეს უკვე უფრო რთული პროცესია, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს უკვე შესწავლილი პირველად ამ მიმართულებით მთელ სოფლიოში, ასე რომ ვთქვათ, თუ არ ვიტყვით ამ შემთხვევაში თამდაბლობით ვამბობ ამას. 1924 წელს იტალიელმა მათემატიკოსმა მინეო კინიმ რიკარდის დიფერენციალური განტოლება განაზოგადა ზოგადი ფორმით, მან წარმოადგინა, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს წევრი, რომელიც ერთ-ერთი შეზღუდვა რომ მოახდინოს კვადრატულია, კვადრატული არის y კვადრატი, ნუ ეს იმიტომ რომ კუბი მეოთხე ხარისხი უკვე არც დამოკიდებულია იმ მოცულობაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში შეზღუდვა კვადრატის ზემოთ არ არის ძალიან დიდი საჭირო, ნუ ყოველ შემთხვევაში კვადრატი როცა არის ეს ძალიან კარგად აღწერს პროცესს, ეს მოსახლეობის სიმჭიდროვეზეა დამოკიდებული და ასე შემდეგ ბევრი პროცესია იქ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ახლა დაწვრილებით არ ახსნით. მოკლედ ეს განტოლება, რომელიც დინამიური სისტემის თეორიაში ფართოდ გამოიყენება, ცნობილია დღეს კინის განტოლების სახელით. ფერჰიუსტ პერლის მოდელს ეფუძნება, ნუ ყოველ შემთხვევაში დიფერენციალური ერთი განტოლება, როცა მეორე განტოლებაც გამოჩნდება, სისტემა იგვექნება, ეფუძნება ლოტკა ვოლტერას დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, ორი არის ამ სისტემაში განტოლება დიფერენციალური, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემუშავეს პოლონელ ამერიკელმა მათემატიკოსმა და ბიოფიზიკოსმა ალფრედ ჯეიმს ლოტკამ და ებრაელმა იტალიელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა ვიტო ვოლტერამ. 1920 წლის 20 მაისს ლოტკამ შეისწავლა ორი ბიოლოგიური სახეობის მტაცებლისა და მსხვერპლის, მაგალითად გელი და ირემის ურთიერთზემოქმედება და განიხილა შესაბამისი დიფერენციალური განტოლებათა სისტემა. ანუ ეს მოდელი რა არის? ესე იგი ბუნებაში გელთა რაოდენობის გაზრდა, გლის რაოდენობის გაზრდა რა პროცესი იწვევს, როცა იქ ირემია. თუ ირემის გაზრდა, გლის რაოდენობის გაზრდა, ეს ერთმანეთთან დამოკიდებულებაში არის და ეს როგორც ვთქვით, ლოტკა ვოლტერას ორგანზომილებიანი დიფერენციალური განტოლება არის. 1926 წლის 16 ოქტომბერს ვოლტერამ დაბეჭდა შრომა ადრიატიკის ზღვაში მტაცებელი და მსხვერპლი თევზების პოპულაციის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ან მან ექსპერიმენტი ჩაატარა და 1930 წლის 4 ივლისს მან წარმოადგინა ზოგადად, როცა ზღვაში ბინადრობს ენის სხვადასხვა სახეობის თევზების და შეისწავლა, ნუ ყოველ შემთხვევაში შესწავლა ამისი არ ხდება, უბრალოდ ჩამოწერა დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა და ეს ზოგადი ამღწევი დინამიური სისტემა დღეს უკვე არ არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან რთული შესასწავლია, ორი ვიცი და მორზე
ორგანზომილებიანზე მოკლედ ასე ვთქვათ ორი უცნობი როცა არის ანუ ორგანზომილებიანს ვუწოდებთ აი ამ სისტემის შესწავლაზე ვილაპარაკებთ შემდეგ გადაცემაში მაგრამ ახლა რამდენიმე სიტყვას კიდე დავამატებთ დინამიური სისტემის თეორიაში სწორედ ამაზე გვაქვს მნიშვნელობა ხაზგასმა ერთ-ერთ ფუნდამენტურ შედეგს წარმოადგენს პუანკარე-ბედიქსონის თეორემა რომელიც ორგანზომილებიანი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამოხსნების შეკრული ინტეგრალური ტრაექტორიის არსებობაზეა საუბარი პუანკარეზე ვისაუბრებთ რამდენიმე სიტყვით ნუ ყოველ შემთხვევაში ცნობილია რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ პუანკარეს ნაშრომი 1895 წელს გამოცემული მან ჩამოაყალიბა პირველად ეს თეორემის სახით ხოლო მისი საბოლოო ფორმულირება და მკაცრი დამტკიცება 1901 წელს ივანე ბედიქსონმა წარმოადგინა და ამიტომ საერთოდ ცნობილია მათემატიკოსებისთვის ბედიქსონის თეორემა მაგრამ რადგანაც ჩვენ ნახეთ პუანკარეს ნაშრომში ეს ჩამოყალიბებული ეს ნაშრომი ძალიან გენიალური კვლევა არის საოცრად ჩამოყალიბებული რადგანაც ორივე ავტორი წარმოადგენთ ამიტომ პუანკარე-ბედიქსონის თეორემის სახით ამდენად გამოყენებითი მათემატიკის სფეროში ზემოხსენებულმა კვლევებმა განაპირობა სინერგეტიკის როგორც ინტერდისციპლინარული სამეცნიერო დარგის განვითარება ამან მნიშვნელოვან შეუწყო ხელი მათემატიკური მოდელებისა და შესაბამისი კომპიუტერული სიმულაციის შექმნას ისეთ დარგებში როგორიცაა ეკონომიკა, სოციოლოგია, დემოგრაფია, კონფლიქტოლოგია, პოლიტოლოგია, ისტორია, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, მედიცინა, ქიმია, ეკოლოგია და სხვა. მეცნიერებაში იშვიათია ადამიანები და აქ მინდა ეს ძალიან ხაზგასმი თქვა, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიური კვლევებით ამდიდრებენ ცოდნის საგაზურს, არამედ თავად ქმნიან სრულიად ახალ მიმართულებებს და ცვლიან ჩვენ სამყაროს ახმის მეთოდებს. ამ ხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროფესორ თემურ ჩილაჩევასა და მისი სამეცნიერო სკოლის ღვაწლი. ეს ხალხსახად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად გავერკვია ამ სკოლის ნაშრომებს და ეს რომ ვთქვათ თანდაბლად ასე მაღალი რანგის მეცნიერები ამ რანგში შესწავლა რომელიც საქართველოს წარმოადგენს თელ სოფლიოში ეს არის პირველი რომელიც სოფლიოს მასშტაბით რომელიც ამ სკოლამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც განთავსებულია შეისწავლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემები მათ სოფლიოში პირველებმა დამოუკიდებლად შექმნეს სოციალური პროცესების აღწერი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების ახალი მიმართულებები მათი ნაშრომები ახალი გზების გამკვალავი აღმოჩნდა ბრავას სფეროში და საფუძვლად დაედო სოციალურ მეცნიერებებში თულის სისტემების ანალიზის თანამედროვე მიდგომებს. მათ მიერ ჩამოყალიბებული მოდელები არა მხოლოდ აღწევს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ტრანსფორმაციებს, არამედ იძლევა პროგნოზირებისა და გამოყენებას ახალ შესაძლებლობებს. გამოყენების ახალ შესაძლებლობებს. ზემოთ წარმოდგენილი რიგი სამეცნიერო კვლევების გამოყენება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ ამოცანებში შესაძლებლობას იძლევა გარკვეული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და ენობრივი პროცესების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზისათვის, პროგნოზირებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებისათვის. ამდენად მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ ისეთი კომპლექსური პროცესები, როგორიცაა პროტოქართველური მოსახლეობის ენობრივ დემოგრაფიული ტრანსფორმაცია და მიგრაციული დინამიკა. აი სწორედ ეს თეორია პროფესორ თემურ ჩილაჩევას და მისი სკოლის მიერ შემუშავებული თეორია ჩვენ გამოვიყენეთ და ჩვენ გავაფართოვეთ ჯგუფთან ერთად, ბატონი თემურ ჩილაჩევა, პროფესორი თემურ ჩილაჩევა, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფოჩხვა და მე ერთად უკვე დავამუშავეთ პროტოქართველური მოსახლეობის ენობრივი დემოგრაფიული ტრანსფორმაცია და მიგრაციული დინამიკა შევისწავლეთ და ამას შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ პროტოქართველური მოსახლეობისა და საერთო ქართველური ფუძე ენის ტრანსფორმაციაზე, გაგაცნობთ ამ ხრივ ჯერ ლინგვისტურ მასალას, ისტორიულ ლინგვისტურ მასალას და შემდეგში მოდელს შევიმუშავეთ და ამ მოდელის ამოხსნის შედეგად მიღებულ შედეგებს წარმოვადგენთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეს ამით დავასრულოთ და შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ ამ თემების შესახებ საუბარი. კარგად ბრძანდებოდეთ.